მშვიდობის ძვირფასებო დღეს არის გონი 13 12 არა 12 იანვარია 2025 წელი ადას მანიკური წავსვი ბრჩხილები დავაჭერით რა თქმა უნდა მაგის მაგრატელი ცალკე მაქვს მაგრამ ეს ჩემია და ძალიან ადვილად ვჭრი ამით ამიტომ ზოგჯერ ამასაც ვიყენებ ადასთვის დედას კურულა ჩაიდია აი მიდით დივანზე დაჭერთ დივანზე წად ხო და მოკლედ ფასებო ეხა ჩაის გავუკეთებ გოდეს მე ქალაქში უნდა წავიდეთ თმები შევაჭრა იმას რა ქვია გეგას და გოდეს კინაღამა დავთქვი ვერა და ვერ შეიჭამა ეს მე არ მეყვარს ეს მომეწონა მაგრამ ეხლა არ ვჭამ არ მივირთმევ იმიტომ რომ 61 და 300 მიჩვენა და გაბრაზებული ვარ ძალიან აი მე მანიკური წავისვი ძლივს წოხელ რო დავიბანე ხელი ფეხი მოვიწეს იგებ ჭხილები მაინც კი არ მაქვს გრძელი მაგრამ ფეხზე მაინც არ მიყვარს გრძელი ჭხილები ყოველთვის ძირში უნდა დავიჭერა არ მიხდება ფეხზე გრძელი ჭხილები ეს არის კვირა ეს არ გვინდა ჯერჯერობით ეს გვეხო კვირა დღე ხვალ მხანი სამსახურში გადის ასე რომ დღეს უნდა მოვახერხო ქალაქში აუცილებლად გასვლა შეწყალიც არ დამილევია ამით ჩავდგამ იმიტომ რომ ვერ სამხალხო ამ წყალს მომკავით იქ მქონდეს ესეთი აგერ დევს სუფთავისაც უნდა მე აიღებს გამოვიყენებს უნდა დავიკრო ხალხო იკოვზით ვაკეთებდი მაგრამ ძალიან მეადვილა ეგერ ეხა გუშინეთ გოგოს შევეხმიანე ვარჯიშებზე ანუ სახლში ტრენერი არის მე მგონი ძალიან მაგარი გოგოა ძალიან მომწონს TikTok-ზე მის ვიდეოებს ყოველთვის ვადევნებ ანუ ხალხის ვიდეოებიც აქვს ყოველთვის ვადევნებ თვალს ძალიან მიყვარს ის ბავშვი ბაუბლი ბავშვი თუ რა ვირას ეძახიან სხვანაირად სერტის მოკლედ თბილისში რომ ყოფილიყავი მეც დიდი სიამოვნებით გავზრდიდი ისე კი ამ თემასთან დაკავშირებით ყოველთვის არის სხვადასხვა აზრები, თუმცა ყველასაც მისაღებია თავისთვის, ვინც როგორც უნდა ისე გაზრდის თავის შვილს, მაგრამ მე დიდი სიამოვნებით გავზრდიდი თქო, აი ამის თქმა არის, რომ მინდა და გეუბნებით, ისე როგორც ის გონი. ამ გოგოს შევეხმიანე ვარჯიშებზე, ორი ვარჯიში მინდოდა, მეტი არა. თან შენარჩუნებასთან ერთად 180 ლარიო. მე მოვაკუჩებ და მე შევეხმიანები ახლა პასუხი არ მივიწერია მომერი და მაგრამ მაინც მივწერე ესე უპასუხოთ დატოვება და რამე არ მინდა. ანუ ძალიან ცუდად გამოდის რომ ადამიანი პასუხს არ გასცემ, მაგიტომაც
მივწერა უცილებლად. ეს იმასთან დაკავშირებით, რომ აი ამ მუცლის გამკრება არის შესაძლებელი, რომ ჩემი საკეისრო კვეთა ყოფილა ფრანგული, რაც მაგას უთხარი იმის მიხედვით დაასკვნა. ხო და ამიტომ ყველა ხდება მე ეს პური არ მოიღებ მართლაც. კიო მითხრა. არის შესაძლებელი, რომ ასე რომ თუ არის შესაძლებელი ძალიან ზარმაცი კი ვარ ვარჯიშის მხრივ, მაგრამ მაინც მოვიდომებ ზაფხულისთვის მოვაკუჩებ ესე ვეთქვი, ზაფხულში უფრო მეტად მექნება თავისუფალი დრო და რომ ზაფხულში შევეხმიანები. ესე და ამგვარად სვიფასი. აბანე ოპერაციის ფული და თან მეშინია, ძალიან მეშინია ძვირფასება ოპერაციების. ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან არ მინდა. ასე რომ ცოტა რო იწვალო და ეგრე რაღაცა შედეგი გქონდეს ის მირჩევნია. გოდე, მოდი დედას გული. იმიტომ არ ჩავაცვი ახლა პიჟამითაა. ანუ რითიც იწყო. მაგით. მე ჩავაცმევ. არ დაისვრის და მე ჩავაცმევ და გავალთ პირდაპირ. შენ არ გიყვარს ამის კარაქთან იმასთან, პურთან ერთად მიღება. პურთან უნდა მიიღო ეგ. პურთან. მოდი, აქეთ გაქვს პური. გოდე, მოდი დედიკო. მზად მაქვს. ხილად, ეხა არ წააქციო ეს ჩაიები. არ მომიტიყნო მაგიდა. იქეთ, აუ ხაქ არასოდეს არ მაქვს ხო. გოდე, წამოდედი. უდუ. წამოდედი. გესმის, ბიჭო. ეს იქეთ აქ ტრილიაჟზე უნდა გადავაფარო, ადასულ აძრობს იმ პატარას და ეს დიდი აქე მაინც დაიქნება და ვერ მოაძროს. წოხა მქონდა ცუდი სიზმარი. ახლა კარგახანია სიზმრები, არ გამსიზმრებია და წოხა მქონდა ცუდი სიზმარი. ხმას ჩაუწეთ ყველა კვირის. კაი, ყავას დავღებ და ლობიანსაც დავაცხობ. მოკლედ ციფასება, ეს კრემი ვიყიდეთ ადასთვის, მაგრამ ყველა ვიყენებთ სახისთვის. მოკლედ ძალიან მომეწონა. ჯერჯერობით ერთი მასე. ბავშვისთვის, ანუ მოკლედ ყველაფრისთვის ვიყენებ ბავშვებისთვის, ჩვენთვისაც სახეზე. ნახეთ, ძალიან კარგი რაღაცა ყოფილა, აი ესეთი აქვს. აი როგორ გითხრა, თუ გქონიათ თქვენ კაკაოს კარაქის კრემი და ისა გაჩვენოთ რა ქვია. აი ეს Avon-დან მაქვს ეს გამოწერილი. რამდენი ხანია რაც მაქვს.
დავიმთავრდა. სუნიკი აქვს სხვა, მაგრამ სტრუქტურაზე გეუბნებით. შიგნით ამაში როგორიც არის, თითქმის ისეთივე იყო. ეს მუცლისთვის გამოვიწერე ვითომ. მაგრამ როცა მახსენდებოდა, მაშინ ვიკეთებდი. რა არის? რა? შენ მორჩები. ამბობს. რეკავიგე, არა მგონია ეს იყოს, ეხლა გაბრაზდება. მოხავენ ნახები. რაღაცა კი ნახე მსხვილი, მაგრამ შპრიცივით არა. მე გამზადებული ვარ, მხოლოდ გოდეს ჩავაცვე, მაგიდო ჩავიცვი, მე აგერ სუფთასა. მოკლედ, 1 საათიო ნახე. 1 საათი მითხრა მგონი, ღმერთო დიდებულო. რა გინდა ქალბატონო? რა გესმის? შენ გინდა რომ ყვიროდეს და მეს არ მაწყობს სიყვარულო. უყურე ისმის? დანიელას უყურებ? ხო, მოკლედ, წასვაბოდი კიდევ ამით და ამასო. არა, ნუ ციკვინებ გავგიჟდები. ვაიმე! სულ ციკვინებ. ლიმონი ხომქონდა მე. დარიჩინი მინდა ერთი თუ არ ვისვირი. ხეს მოვიძიო, სადღაც არისო მითხეს. სუნელებში. ძმარიც არა მაქვს, ძმარი მჭირდება. ხო იქნებოდა ეხლა ეს ერთი სუფრის პოზი. იქნებოდა, ბევრია. მერიკი არ დაეყევა იმასე, მაგ პოზზე. მაგრამ ნახე, ეხლა შენ რისი თქვა მინდოდა. კვების რაციონიო და რო დამიწეროს, ეს უნდა იყიდო და ეს გააკეთე, ეს შეჭამე ასე შემდეგ, მაგას არაფერს არ გავაკეთებ, მე ხო იცი ჩემი თავის ამბავი. ეხლა რამე კვებაზე ჩემთვის მე ფულს არ დავხარჯავ. არანაირად, არც გამოვა ეგ საქმე. გადადეს ცუდი ჩემთვის. რა არის? გოდე გაგიცივდებადე. ძალიან გთხოვ, მოდი სანამ ტელევიზორი გამოვიდე. დიდი. დასაგეთებ საბატონო.
მაგარი აქედან. ჩადი. გოდე მიდი დედას გული. სადაა ეს მესამე სკამი? როგორ პოულო? ვერ გავაკ ჩემს თავს მე. ესე ვერ ვისა. გოდე. გეგა მიდიდე ჩაი მზად არის. შენ აქე რატო ხარ? იმიტომ რომ იქ ვერ ხედავ ვერაფერს. მიდი. ხო, დედას გული თუ ხარ. ის სამინაჭერი და ბოლომდე მორჩი. კაიჭი ქაიქეთ იმას დასადებს იქ. გოდე, თუ არ მორჩები, იცოდე არ წაგიყვან ქალაქში და მარტო გეგას წავიყვან. დიახ. შენ არა. არ წამისმენია არაფერი, ესეც კი არ მომიშორებია წუხა. რო დავიბანე ის რომ აქვს, შენ ჩამოდი ტყნილები ვით ისე მაქვს. ლაივი რო გამორთე მე ხალხო, მაგაზე ვთქვი საქმეები მაქვს. მე დავალაგე. არ გამომიგვია მარტო. რა არის? დავაი წაიხეხა. არა დედი, არ მაინტერესებს. ეხლა გამოვწმინდე. ხო ხედავდი, ეხლა რო გავაკეთე ყველაფერი. დავიღალე, შვილო. ეხლა რო წავალთ ქალაქში, მოვალთ აქეთ სანაგვეში და სწახორეში. 5 წუთით რო დავტოვე, სად იყო რო გავედი, უბრალოდ წავიყვანე გოდერძი დავტოვე სკოლაში, მოვედი საღორე დამხვდა. ხო, დამიწერეს იმასთან დაკავშირებით, რომ ისო ბავშვები არიან და მე რა, მაგრამ მე რა შეიძლება ერთ ადგილზე დაყარონ, აი იქეთ მაგალითად ლოჯში. არ არიან ეგრე. ყველგან უნდა მიმოფანდონ ყველაფერი და მასე არ შემიძლია. არ ვამბობ არ ითამაშოთ მეთქი. საწოლო თაღში ხო დაყრიან. აქ ხო, მე იქედან აქეთ მოყრიან, ყველგან რაღაცა რო ყრია. ეს რა ვიცი, ჩემთვის არ მომწონს და მომკარით რა გავაკეთო. ხო კიდე ის თქვა მინდოდა. გაჩვენებთ მე ხა. აი ტელეფონი იმან აიღო. მომეცი. გავუშვი ტელეფონს ხელი გეგა. არ გავედო არ ჩართო. გაჩვენებთ მე აი გავუშვი ჯერ ხელი. ეხლა გაიღვიძე. წად საჭმელი შეჭამე და მე მე ამიათი გაგი იმასაც წაუს მანიკურები ხელზე, ფეხზე. ჩემი რო დაინახა. გოგო. გეგა ტრუსით აჯე. დედა სარკეებია გასაწმენდის. შიგნით რაც არის აი აქ ოთახში. და არც ერთი არ ეხება ადას გარდა. ყოველთვის ადა აკეთებს ყველაფერს. ძალიან უყვარს თავის ნათითურები რო ეტყობა. რაღაცის ის მინდოდა, თქმა აწუხელ ღამე თქვი რომ ამაზე ვისაუბრებ და ამაზე ჩავწერ ვიდეოს ხო და აღარ მახსოვს. აღარ მახსოვს, გონი კომენტარებში შეეხებოდა. მომედა დედიკო ის ტელეფონი მომიტანე. იმ წუთას შემეცნო, მაგრამ გვიანი იყო ძალიან. კიდე აღარ მახსოვს. უცებნი და ხო, ანუ გამახსენდა. აი ამ ლაივთან დაკავშირებით.
იცით რომ მე არ შემოვდიოდი ხშირად კი არა და იშვიათად შემოვდიოდი ლაივში და იცადაც მიხედო ხო იცით მეთქი აქეთ შემოდიდე და არა იქეთ დედი მაგრამ ნახეთ არხი არ იზრდება მარტო ვიდეოებით და არხის გაზრდაში ვგულისხმობ იმას რომ არ გვემატებიან იმდენად როგორც არ შემაიტანე დედიკო მაგი უნდა გადავაგდო აქედან გამომდინარე დავიწყე ლაივის ჩართვა უფრო მეტად გვემატება ხალხი ადამიანებს უფრო მეტად მოსწონთ თითქოს აქ აღმოგაჩენენ ლაივში და მე დააინტერესებთ ალბათ და გადმოვლენ ნახავენ ჩვეულებრივად ვლოგებს აქედან გამომდინარე არის რომ მაქვს ხოლმე ლაივები თუმცა მარტო ეს ყველაზე კარგი ჩემთვის არის იმიტომ ძვირფასებო რომ მე იცით არ გავდივარ სახლიდან სულ სახლში ვარ იცით თქვენ ეს თუ სადმე გასვლა მჭირდება ადამიანი მჭირდება რომ ბავშვები დაუტოვო და ყოველთვის არ არის ეს მყავდა თამთა რომელსაც სამსახური აქვს და ასე რომ მე არ ვეუბნები ხშირად თუ როცა მჭირდება ასე შაბათ-კვირას კი მithქვია და ან და სკოლის მერე რო დამსჭირვებია მაშინ შემიწუხებია კი ან მუხას მოსვლის მერე ქალაქში მე ვერ გავალ რამეზე აგერ ხა წუხელ თამთასთან უნდა გადავსულიყავი მაგრამ ვერ გადავედი გუშინ იმიტომ რომ რო დავილაპარაკე მუხრანის მოუნდა გასვლა მუხრანის მანქანას რაღაც ისევ და მოკლედ რა ეხლაც იმას აკეთებს მაგიტომაც არის რომ მეუბნება 1 საათი მომეციო და ისიც არ იცის აწყობს თუ არა ისევ მოკლედ რა ამ მანქანას მუხრანისგან ხელშეწყობა რო აქვს ისეთი არ მინახია მეთქი ვიტყვი ასად მაგრამ მაინც ხო და ვერ მოვახერხე ვერ სადგასა თუ თამთას ვეხვეწე მერე შენ აქეთ მოდი თქო და თამთა აქეთ მოვიყვანე ყველა ადამიანს სჭირდება გარეთ გასვლა ყველას დამეთანხმები თამაში ამიტომაც ლაივი სიკარგე ის არის რომ გაქვს ადამიანებთან კომუნიკაცია ძალიან ადვილად შევეჩვიე ეხა ჩემს ყოველ ლაივში ვინც ვართ ყველანი ერთად თითქოს და მართლა ვიცნობდი ადამიანებს ეგრე ვარ კი ისინი მე ვიცნობენ მაგრამ რამოდენიმეს ვიცნობ ესე პირადში დანარჩენებს ხო არა მაგრამ აი ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა თბილი გრძნობები ამას უფრო ვიტყოდი რა ვიცი რა მოკლედ ძალიან მომწონს ამ ადამიანებთან კომუნიკაცია რაც არ მეგონა რომ გამომივიდოდა და მახსოვს ბევრმა იცით თქვენ ლიკუნა მეგრელი და იმას წუხელ შევუსწარი ლაივში რომ ვშრებოდი მაშინ და ვუთხარი რომ აი რო გეუბნებოდი რომ მრცხვენია და მე რა ვიცი რაზე ვილაპარაკო არ ვიცი და მოკლედ ძალიან მერიდება მეთქი რომ ლაივი ჩავრთო თუმცა ვიცი რომ ეს საჭიროა გაზრდისთვის თქო მივწერე გუშინ რომ შევძელი თქო ანუ ეხლა უკვე არც მერიდება ჩვეულებრივად რაც ვარ ის ჩანვარ მართლა ესე ვარ ჭექარე რა ვიცი მე ჭექარეს უწოდებ უფრო ყოველთვის ჩემ თავს სხვათა შორის თბილისში წიოკასაც მეძახდნენ ჩემი ზედმეტი სახელი იყო წიოდი და ვკიოდი თქო მაგიტო არა მაგრამ ესე ურთიერთობაში რა ვიცი როგორ გითხრათ ხო და მოკლედ ეს არის ყველაზე დიდი პლუსი ამ ლაივების რომ ადამიანებთან გაქვს კომუნიკაცია და შენებივით ყვანან რა ამას ვიტყოდი არ არის ადვილი სიმართლე გითხრათ არ ვიცი ვის გონია ეს მე მახსოვს მითხრეს რომ უსაქმრობამ გამოიწვიაო შენში ალბათ ეს რომ
vlogების გადაღება დავიწყე, ეს მახსოვს უსად, ესე მითხრეს სიტყვას უსაქმრობის პიკი გქონდაო ალბათო და ესეთი რაღაცეები, მაგრამ ესეთი შეფასებებიც არ ვარ გან, ვინც ესე თვლის, შეუძლია წამოიწყოს, აბა როგორია მიხვდება, მერე შემდეგში არ არის შეფასებო ადვილი. აი, მართლა ბავშვებს გეფიცებით არ არის ადვილი. იმიტომ რომ ნახე, მანამდე ჩვეულებრივად ვიხებდი, იქ უფრო მიწყობდა თითქოს ის ადგილი ოთახების წყობა. ხელს რო აი დალაგების იმას ჩვეულებრივად ვიღებდი. აქ ვერ მოვახერხე ვერანაირად, რომ არ ვიცი ხოლმე სად დავდო კამერა, მაინც ეს მაგიდა ფარავს. აი იქ რო დავდო, მხოლოდ მაგიდა ჩანს, აქეთ არაფერი არ ჩანს, ვერ მოვახერხე, როგორ იქ მახსოვს, რომ ზემოთ ვდებდი, აქ რო დავდე. აი იმან იქეთ სინათლემ საერთოდ არაფერი არ გამოაჩინა. იქ ისე კარგად დავდებდი ტელეფონს, რომ იქ ყველაფერი კარგად გამოჩენილიყო. აქ ვერ მოუხერხე ვერაფერი. მაგიტომაც არის, რომ ეხლა ამ ბოლო დროს არ მაქვს მსგავსი ვიდეოები, მაგრამ შევეცდები მერე როგორღაც ისე წამოვიწყო მსგავსად ჩვეულებრივად ოჯახური ვლოგები. ეს იყო და ეს. ხო, ეხლა აქ მერე საათობით რო ვზივართ და ყოველთვის ყველა საინტერესებს თანხა და მე გაჩვენებთ წვიფასებო ამ თანხას თქვენ აუცილებლად გავწმენდე ხა დამაცადეთ ამ იმას ტელეფონს გოდი მომიტანე უნდა გაჩვენოთ აგერ ეხლა გაჩვენებთ შევედი ჩემს სტუდიოში და თანხას გაჩვენებთ არაფერი არ მოაქვს წვიფასებო ლაივებს მხოლოდ გამომწერების მატება მეტი ამას არაფერი არ მოაქვს შემოსავალთან დაკავშირებით აი გუშინ მქონდა აი დაიცათ რომ ნახოთ მაგიტო გეტყვით მომთ კამერა აი ნახეთ იანვარი 15 და 21 ევრო მაქვს და დეკემბერი ძლივს გადავლახე 74 და 88 ცენტი 15 ევრო და 21 მაქვს ეხა ნახეთ რიცხვი რა რიცხვია ხო ხედავთ რა რიცხვია დედა დღეს რა რიცხვია 12 და ამ დროს ყოველთვის 20 დაიცა აქედან გამოდი რამეს არ დააჭირო ხა დედი ამ დროს ყოველთვის მქონდა მეტი ვლოგებიდან გამომდინარე ასე რომ ლაივებს არაფერი არ მოაქვს ძვირფასებო გარდა ხალხთან კომუნიკაციისა კარგი ურთიერთობებისა და გამომწერებისა ისიც მე მაგალითად წუხელ სადღაც 25-მდე მომემატა არის მომენტები რომ აი სენაკელებში რო ვიყავით მომემატა სადღაც ესე 40-მდე ადამიანი და ახლები ვინც ხართ და საერთოდ თითოეული თქვენგანს მინდა ეხა მადლობა უღმესი მადლობა გადაგიხადოთ რომ ხართ ჩემთან ყავას ვაციებ და მე დავდაციებულ ხო მაგრამ გოდეს სულ ნუ აკეთებ ახალ-ახალს ეხა ავდგები და ყველას წავშლიდე რა არის იმდენი რამე წერია მაგ ტელეფონში არა მარტო ორია რადგინდა მესამე იმით ითამაშე არა მაქვს მესამე აბა რატო აკეთებ Roblox-ი თუ რაღაცა ჯანდავას წერს რამდენში 27 არ ხარ შენ 27 რატო იქ ჩაწერე კი 2017-იანი ხო და მოკლედ ზეფასებო ესეთი ამბები ეს არის უბრალოდ კარგი ურთიერთობები რომ გქონდეს ადამიანებთან მაგისტრის ლაივი თან გულს გადააყოლებს ადამიანი ვინც გარეთ გადიხართ და ადამიანებთან ურთიერთობები გაქვთ ვიცი არ გესმით ალბათ ჩვენი მაგრამ არ გავდივართ არც ახალ სამე ახალი თვეში კარგი თვეში ერთხელ რო გავდივართ სადღაც ისიც თვეში ერთხელ სულ არ მიხერხდება ასე რომ რა ვიცი ხალხო გასვლა ჩემთვის არის ჯანმრთელობა დედიკო წამალივით თქვა აი ამის თქვა მინდოდა მე ვერ ვიტან სახლში ჩდომას აი
ჩემ ბავშვებზე კიდე იცით თქვენ რომ გარეთ რო გადიან რიკო ჩემი სახელი როგორ სონი გარეთ რო გადიან აი როგორ არის იცი და ბუნზახს რო აუშვებ აი ესე არიან სამივე სიცოცხლის გეფიცებით ესე არიან ადა არ მიჯერებს ხელიდან მისყლდება აქ ყოველ წუთას მანქანები დადიან და ასე რომ საშიშია ერთი ადამიანისთვის რამე აი ხომ აქვს თავისი ველოსიპედი არ ჯდება მაგაშიც აი მაგით რო ვატარო მაგალითად და გავიყვანო არ ჯდება ეგ მაგ პრობლემა თორე რო დაჯდებოდეს რა მიჭირს მე ჩვეულებრივად ან თვითონ ატარებ და ან მეც ვატარებდი ეხა ჩემი გამოწმენდილი და გამოგვილი ეგერ რაღაც შემოიტანა გადასაგდებად მეტო აი ჭუჭლის ის რო გამიფუჭდა ქაღალდი იყო მაგაზე რაღაცა და ეგერ ყრის ქალბატონის ზის აქეთ არ შემოიტანო მაგი არ შემოიტანო ადა მაგი ჩაყარე ნაგავში დროზე მოიხსენი ფეხებიდან და ჩაყარე ყველა ფეხზე დაიკრა მიდი ჩაყარე ნაგავში დე ჩაყარე დედიკო ნაგ ჩაყარე მიდი აი ესეთი ამბები ხდება ჩემთან ცვირფასი ამის თქვა მინდოდა არ არის ადვილი ეს ყველაფერი აგერ ხედავთ ამ ბოლო დროს როგორ ვარ იცით დრო თითქოს და არ მაქვს ხოლმე აი ვლოგებისთვის ვერ ვიღებ მაგიტომაც არ მინდა ესე ჩემ მაყურებელს დავავიწყო ჩემი თავი და თან ლაივსაც ვთავ თან მოგლეძავი რა გითხრათ მეტი ასე რომ ის არ არის რომ მარტო რაღაცას ფულის გამო აკეთებ არ არის ეგ ესე არ არის იწყებ მაგრამ ურთიერთობებში რომ შედიხარ მარტო ცალმხრივი არ არის ეხა ძალიან ეჩვევი შენს გიყვარდება ჩვეულებრივად ეს საქმე მე მაგალითად სულ აი როცა საქმე მაქვს იმაზე მიფიქრება ვაიმე რამე მინდა გადავიღო და როდის მოვჩები ამას და უცებ მოვჩე და რა ხდება სულ რატომ მაქვს საქმე და აი ესეთი ვარ ციგვინა მოკლედ ასე რომ ეს იყო და ეს შემოწირფასება ეხლა უკვე მე დავიწყე თავს ვიკლავ ლიმნიანი ვაიმე თუ დაგილევიათ ესეთი ერთი სუფრის კოვზითან ცოტა მეტით კი მიხვდებით თუ როგორი მწარეა და შხამია გადე უდი მოკლედ ეს ხო ის ვიდეო მოვძებნე სადღაც ერთ გოგოს ქონდა რაღაცა მუცლის ხიმის მწველიო და ერთი ის უნდა ვსინჯო კიდე მოკლედ ჩემს თავზე ვატარებ ყოველთვის ტესტირებას წუხელ გავაზიარე მაგი ფეისბუქზე მაგ გოგოს ქონდა ლიმონი ოღონდ თქვა მგონი ერთი სუფრის კოვზიო თუ ჩაის კოვზიო მოკლედ არის მგონი სუფრის კოვზი თუ ჩაის კოვზი ხო ლიმონი ჩვეულებრივი წყალი ოთახის ტემპერატურის ისიც ქონდა ჩია მგონი დარიჩინი ჩია ქონდა თუ არ ქონდა არა დარიჩინი სამიო თქვა წყალი ფაშლის ძმარი ლიმონის წვენი და დარიჩინი არა ეგ იყო მხოლოდ ეს იყო დღეში სამჯერ უნდა სვათო რა ვიცი იმდენი ადამიანი უწევდა ვაიმე მართალი ხარ ამდენი დავიკელი და ასე შემდეგ ძმარზე სხვათა შორის ყოველთვის კარგს იწერებიან ძმრიან წყალზე იმიტომ რომ ასე ცუდად ვიყავი და ესეთი შედეგი მომცა და ასე შემდეგ აი არ ვიცი მართალი არის თუ არა მაგრამ ასეთ რაღაცებს იწერებიან იქ კომენტარებში და ლოცავენ კიდე რამდენს უდევს ეგ მცემლიან წყალზე ეს ვიდეოები მოკლედ რამის გავაკეთებ თორე მართლა ეს 61 კილო არ შემიძლია კი მეუბნებით არ გეტყობაო მაგრამ მე მეტყობა ხალხმა
ძალიან კარგად ვიყავი 53-ზე, რო ჩამოვედი, აი ძალიან კარგად. ეხლა კიდე დღეს არ ვიცი რას გავაკეთებ. ვითოხლავებ თუ რას, მაგრამ მაგეთ ვეცდები რომ დავაგდო ეს წონა. არ შეგპირდებით არაფერს. ვეცდები უბრალოდ. ეხლა მეტყვით. ნახე, რა აზრები მომდის. ეხლა მეუბნები დამად, ჩვენ კი არ შეგპირდე, შენ თავს შეპირდიო და ხო, ჩემს თავს ვერ შევპირდები, მაგრამ ვეცდები მოკლედ. ძალიან ვეცდები, რომ ის თათული დავაბრუნო. ნახევრამდე დავრია. მოკლედ, წავედი ახლა ძვირფასი დაგემშვიდობებით, ბედნიერს მშვიდობიანი დილას გისურვებთ. გუშინდელი ვიდეო მაქვს, მაგრამ არ ვიცი ახლა ამას დიდი ხანი მოუნდება რომ მივაბა და იმას მე მივაბა, პატარა არის რაღაც 4 წუთიანი, მაგრამ მოbrunებულზე კიდე რამეს გადავიღებ და მოკლედ ჩემი ვლოგები გაკლიათ თქვენ. მე რო ვუყურებ. ასე ბრავეს გავაკეთებ, თანდობიანებიც უნდა დავაცხო და მოვალ რა. ბედნიერი და პოზიტიური დღე ყველას. უღრმესი მადლობა ჩემი გამოწერისთვის, ჩემი არხის გამოწერისთვის. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.